მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ ჩქარობს თქვენს პირადში. ეს არის ყოფილი პარტნიორი თუ ეს იქნება ახალი ადამიანი. დღეს მოდი გავაკეთოთ სამ პოზიციაზე ეს გაშლა. დავალაგოთ პოზიციები, ეს იყოს პირველი, მეორე და მესამე. პირველი, მეორე, მესამე, ვინ ჩქარობს პირადში, ეს არის ყოფილი თუ ახალი პარტნიორი. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. და ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ ჩემთან, შეგიძლიათ მესენჯერში მომწეროთ. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით და გავიგოთ, რას გვიპასუხებს კარტი, ვინ ჩქარობს თქვენს პირადში. ხო, ნუ აქ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თუ დაოჯახებული იყავით ოფიციალურად, ყავდათ ქმარი, შეიძლება ამ ადამიანმა თავი შეგახსენოთ. რადგან აქ მოდის პიროვნება, რომელთანაც გქონდათ და გაკავშირებდათ სერიოზული ურთიერთობა, თუ ჯერ კიდევ არასდროს არ გქონიათ პირადი ოჯახი, შეგიძლიათ ვარიანტი შეცვალოთ, რადგან აქ ნამდვილად მოდის ოჯახური საკითხების გარჩევა. ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო ზოგისთვის, ეს შეიძლება იყოს ზოგისთვის უსიამოვნო, გააჩნია როგორ ვითარებაში დაშორდით იმ ადამიანს, ვინც არის თქვენი ყოფილი ქმარი. აქ პირდაპირ გაგებით შეიძლება იყოს რაღაც მორჩენილი საქმეების მოგვარება მასთან, შეიძლება შვილების გამო რაღაც შეხვედრა მოგიწიოთ მასთან. ან შეიძლება უბრალოდ ამ პიროვნებას გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ მოგიკითხოთ. მოდი გავიგოთ, რა სურს ამ პიროვნებას. ეს შეიძლება იყოს ყოფილი პარტნიორი, რომელიც ვერ ეგუება, რომ ახლა ყოფილია. რომელიც ისე უძველებურად აგრძელებს თქვენს გაკონტროლებას, ან ისე გქონია, რომ ისე დაემორჩილებით ან რაღაც ვერ გამოვიდა იმ ილუზიიდან და იმ მდგომარეობიდან, რეალობას თვალებში ვერ ჩახედა, რომ თქვენზე არანაირი უფლება აღარ აქვს რამე იცოდეს ან ზედმეტად ჩაერიოს თქვენს საქმეში, მაგრამ ეს ადამიანი რაღაცნაირად თავს შეგახსენებთ. ფრთხილად იყავით, ვინც არ ელოდებით და არ გინდათ და არ გსიამოვნებთ ეს ადამიანი. ფრთხილად, საშიში არაფერი არ არის, უბრალოდ ნერვული დამოკიდებულება შეიძლება იყოს, რომ ნერვიულობა მოიმატოს, მისმა გამოჩენამ მომატოს უბრალოდ თქვენს დღევანდელ ცხოვრებას რაღაც სანერვიულო, რაღაც უსიამოვნო თემები. შეიძლება ამ პიროვნების მიმართ სადღაც გულის სიღრმეში თქვენ რაღაც ნოსტალგიები და გრძნობები გაგაჩნდეთ, მაგრამ იმდენად ხისტად და ცუდად იქცევა, როდესაც მოდის ან თქვენთან კონტაქტს იწყებს, რომ მე სურვილი საერთოდ აღარ გიჩნდებათ ხოლმე, რომ თქვენი გრძნობები მასთან გამოავლინოთ და რაღაცნაირად უფრო ჩაკეტილ ენერგიაში ხართ მასთან. აქ კარტის ძირზე არის კიდევ ესეთი იმპერატრიცას მაღალი არკანი, რაც იმაზე მიგონიშნებს, რომ ამ პიროვნებასთან ნამდვილად გქონდათ ოჯახური კავშირი. ვინ ჩქარობს თქვენს პირადში? შეიძლება აქ იგრძნო ამ პიროვნებამ, რომ ვიღაც გააქტიურდა თქვენს მიმართ, ან ვიღაც შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში და ზუსტად აი ეს მომენტი მოხდეს, რომ თუ გაიგო, რომ ვინმესთან ხართ, ექნება რაღაც რეაქცია. ყოველ შემთხვევაში, თუ ახლა არავინ არ არის თქვენს ჰორიზონტზე, იცოდეთ, რომ ახალი ადამიანი მალე შემოვა და დაიწყებთ ურთიერთობას. თუნდაც მეგობრულს, მაგრამ
ძალიან ჰარმონიულ და კარგ ურთიერთობას დაიწყებთ, რაც შეიძლება გაღიზიანების და მიუღებლობის მომენტად ექცეს თქვენს ყოფილს და ზუსტად ამიტომ ვთქვი გაშლის დასაწყისში, რომ მას უკვე ვეღარ გაუგია და ვერ გამოსულა იმ ილუზიიდან, რომ თქვენზე რაღაც სადავეები დაკარგა და აღარ აქვს იმის უფლება, რომ გაკონტროლოთ და რაღაცები მიგითითოთ. დაგემშვიდობებით პირველებო, ესეთი ინფორმაცია მოვიდა თქვენს პოზიციაზე. გადავიდეთ ახლა მეორე პოზიციაზე, მოგესალმებით მეორეებო თქვენ და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში ვინ ჩქარობს პირადში, ეს არის ყოფილი თუ ახალი და აქ დღევანდელ გაშლებში მეორე პოზიციაც რაღაცნაირად უფრო წარსულის ენერგიაზე არის, ოღონდ აქ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, ვისთანაც გაქვთ არასასიამოვნო ფინალი, ანუ შეიძლება საერთოდ არ არის თქვენი შეყვარებული ან ვინმე ესეთი უფრო შეიძლება იყოს უბრალოდ მიმოწერები, რომელიც არ შედგა, არ განვითარდა, მეტი განვითარება არ მოყვა ამ მიმოწერებს, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებლად მოგიშალათ ნერვები, აი ძალიან გაგაღიზიანათ. შეიძლება რამდენიმე დღის მანძილზე თავიდან ვერ ამოიგდეთ მისი ნათქვამი მწარე სიტყვა, ან ძალიან კონფლიქტური ენერგია წამოვიდა ამ ადამიანისგან, ან ძალიან გული გატკინათ, რადგან რაღაცაზე აშკარად საეჭვიანო მიზეზი მოგცათ. ანუ რაღაც პირდაპირ იმ მნიშვნელობით რომ ვთქვათ, თქვენთან ემოციებში ვინც ჩაიჭრა და კარგად არ მოიქცა, აი ესეთი ადამიანი ჩქარობს თქვენს პირადში და გავიგოთ რა უნდა. შეიძლება აქ მოვიდეს იმის გასარჩევად, ვაიმე ბლოკი რატომ დამადე? ან ბლოკე ჩქარა. ვერ აიტანოს, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, თავი აღარ გაუყადროთ და რაღაცნაირად დიალოგიდან გახვედით, შეიძლება ან დაბლოკეთ, ან უთხარით, რომ თავის გზას დასდგომოდა და აქედან გამომდინარე ამას ვერ ეგუება, რომ არის ახლა სრულ იზოლაციაში და თქვენგან შორს, ან ბლოკში ზის ეს ადამიანი. ხომ, მოდის ურთიერთობის გასარკვევად ვითომ, მაგრამ თქვენც ნაკლები ენერგიით არ ხვდებით ამ ადამიანს, თქვენც საკმაოდ ესეთი თავდაცვის უნარიანი ხვდებით, შეიძლება ელოდებით კიდეც, რომ ესეთი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს და ჩასაფრებული პოზიციაც ჰქონდეთ, რომ აბა ერთი მოვიდეს და გაბედოს. აქ არის ურთიერთობების გარჩევა, აქ არის წყენები, რომელიც მოსვენებას ახლა არ გაძლევთ. ყოველ შემთხვევაში დარჩენილი სათქმელი, რაც გინდათ, რომ უთხრათ, ან დაგრჩათ ის მოშუშებელი რაღაც ჭრილობა, რაც ამ ადამიანმა დატოვა და ისეთი ჩანაფიქრი გაქვთ, თქვათ, რომ თუ დაბრუნდა აუცილებლად ამას გავაგებინებ და ვეტყვი, ამის შესაძლებლობა მოდის. მაგრამ აქ ვერ ვხედავ, რომ ურთიერთობის გამოსწორება აღდგენა და ჰარმონიას არ მოიტანს ეს ადამიანი. აქ იქნება ესეთი სიტყვა-პასუხი დიალოგი, სადაც 10 სიტყვის მილიონს თქვენ ეტყვით და თავის ადგილზე მოაჯენთ ისევ. იმიტომ რომ გონებით და ინტელექტით თქვენ უფრო განვითარებული ხართ და მეტი შესაძლებლობა გაქვთ, რომ არგუმენტები სწორად დაალაგოთ. ნათლად არის გონებრივი შესაძლებლობების სხვაობა არის საკმაოდ გამოხატული. კიდევ ვინმე ხომ არ მოდის თქვენს პირადში, ესაც გავიგოთ, ვინმე ახალი ან სხვა ძველი. ნუ არა ჯერჯერობით რატომღაც ეს კარტმა გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანის გარშემო იტრიალოს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერჯერობით თქვენთვის ეს არის, რომ ამ პიროვნებასთან გადაჭრათ ეს უსიამოვნება და კიდევ რაღაც სათქმელი, რაც დაგრჩათ, ერთმანეთს უთხრათ. დაგემშვიდობებით მეორეებო. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას გისურვებთ და გადავიდეთ ახლა მესამე პოზიციაზე. რა ხდება დღეს? თქვენთან ყოფილი თუ ახალი ადამიანი. აქ შეიძლება ყოფილიც იყოს და ახალიც იყოს, ავხვწერ ადამიანს და თუ გეცნოთ, იცნობთ უკვე მას, თუ არ გეცნოთ, შემოვა ესეთი ადამიანი,
ეშმაკის მაღალი არკანის მქონე პიროვნება, ზოგადად არის ვიზუალურად ძალიან სიმპათიური და ლამაზი, განსხვავებული და ძალიან მაცდური ადამიანი, როდესაც ურთიერთობას ეს ადამიანი იწყებს, აი რაღაცა თავბრუდამხვევი, სასწაული ენერგიებით, არის თავიდან ძალიან აქტიური, გაძლევს ყურადღებას, სითბოს, ენერგიას, მაგრამ მერე იწყება მისი გაურებული თვისებები, გაურებული ხასიათი, თან უნდა ურთიერთობაში, თან პასუხისმგებლობები არ უნდა, თან მხოლოდ შეიძლება ვნება და ინტიმი აინტერესებდეს, ფსიქოლოგიური, ემოციური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ვერ გამოხატოს, ან იყოს დანიშნული, დაქორწინებული, შეყვარებულიანი, არ ვიცი, აი რაღაცა ძალიან მიმზიდველი მაგნიტი, რომელიც ურთიერთობაში საკმაოდ მაგარი სტარტით მოდის, მაგრამ მერე ნელ-ნელა აღმოჩნდება, რომ ის რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. აი რაღაცა ესეთი ისტორია შეიძლება გაგახსენდეთ და მიხვდეთ ვისევ საუბრობ, თუ ესეთი რაღაც არ ყოფილა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ადამიანი შემოვა, რომ შეიძლება თქვათ, რომ ჩემი ოცნების პრინცია, მაგრამ სანამ კარგად არ გაიცნობთ და ბოლომდე არ ამოწურავთ, რა უნდა თქვენგან, რა სახის ურთიერთობა უნდა, ვინ არის რეალურად, სახელს ხომ არ მალავს, ასაკს ხომ არ მალავს. აი, ბევრი რაღაც შეიძლება ისე არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეფუთვით ჩანს. იმიტომ რომ ამ ადამიანმა კარგად იცის სხვების ფსიქოლოგია და ძალიან კარგად იცის, რა უნდა უთხრას სხვას, რომ სასურველი მიიღოს. ასე რომ თქვენს პირადში ესეთი რაღაც ხდება, ან მოხდება. ძალიან ბევრი თქვენთაგანი ვინც ახლა მიყურებთ ამ ადამიანს იცნობთ. ძალიან გაბრაზებულები შეიძლება იყოთ მასზე, იმიტომ რომ რაღაც ტყუილი უკვე დააფიქსირეთ მისგან, ან რაღაც აფერისტული მოქმედება, იმედები არ გაგიმართლათ, ერთი სიტყვით რომ ვთქვა. მაგრამ თითქოს აი ეცით როგორი შეგრძნება შეიძლება გქონდეთ, რომ უკვე ძალიან ღრმად შეხვედით ამ კავშირში და თითქოს სადღაც აცნობიერებთ, რომ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ გრძნობები გაგიჩნდათ და თან თქვენს თავს ამას ვერ პატიობთ. იცით, თქვენი ბრალი არ არის ეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოსდით სამწუხაროდ ზოგიერთ ადამიანს, რომ მთელი რიგი სცენარი ითამაშონ და აბსოლუტურად სხვა ადამიანის, ასე ვთქვათ, გრძნობებით და ემოციებით გამოიკვებონ. ასე რომ ამაზე ძალიან, ასე ვთქვათ, თქვენი თავი ძალიან არ დატუქსოთ, უფრო იმაზე კონცენტრირდით, თუ თქვენს თავს ეს მდგომარეობა როგორ შეუმსუბუქოთ. ну რა უნდა თქვენგან და რა თქმა უნდა ისევ მაგის არკანით მოდის, აქ არის რაღაცა ძალიან საშინელი ან ნარცისი, ან ძალიან საშინელი манипуляტორი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად მარტო იმ სცენარით მოძრაობს, რაც თვითონ აწყობს და უნდა. გამახსენდი მოგწერ. არ მინდა შენი ნახვა მილიონ მიზეს მოვიგონებ, რომ არ გნახო. ისევ მაგის არკანით. ანუ თუ ახლა ამ ადამიანთან არ კონტაქტობთ, ჩემი რჩევა, თუ გინდათ ეს ადამიანი აღარ მოუშვათ თქვენთან, რაც არ უნდა გრძნობები გქონდეთ ახლა და გიჭირდეთ მის გარეშე, იმიტომ რომ თითქოს მისი არსებობა თქვენს ცხოვრებაში უარეს შედეგებს მოიტანს და უარესად გულს გადგენთ. სამწუხარო ინფორმაცია არის ნამდვილად, მაგრამ აქ სუფთა გულს ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე მოდის ჩემი რჩევა. აქ არ არის სუფთა ინტერესი. ну, აქ მოდის უფრო თქვენი დისციპლინის შემოწმება, შინაგანი ძალის შემოწმება, რას იზავთ ამ პიროვნებასთან. უფრო ეს ენერგია წამოვიდა. ну, აქ თუ ურთიერთობა უკვე სცადეთ და იცნობთ ამ ადამიანს, საკმაოდ ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ ამ პიროვნების ხელში გამოვლილი და უკვე შეიძლება იცოდეთ, რასთან ან ვისთან გაქვთ საქმე და შინაგან დისციპლინაზე მუშაობდეთ კიდეც, მაგრამ გიჭირთ, ძალიან გიჭირთ, ვიცი ეს არის ძალიან რთული პროცესი, მაგრამ
არაფერი არ არსებობს გადაულახავი. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.